3 თვის განმავლობაში მე უფრო მეტად ხედავ რაღაც შეყვარებულობის პერიოდს, ძალიან ლამაზ პერიოდს და მთლიანობაში მე ეს ურთიერთობა განვითარდება თუ არა, შენზეა მთლიანად დამოკიდებული, მაგრამ ამ ადამიანის მხრიდან ნამდვილად არის ნაბიჯები და ნამდვილად ეცდება შენი გულის დაპყრობას. ნუ შეგეშინდება ნაბიჯების გადადგმის, ნუ შეგეშინდება წინ წასვლის. შენ ცხოვრებაში მოვიდა პერიოდი, როდესაც უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგა და შენ ცხოვრება გადაიყვანო უფრო მეტ დინამიკაში და ეს შენ ცხოვრებაში შემოიტანს უფრო მეტ ცვლილებებს. და თუ გაქვს ასევე ფინანსური პრობლემები და გეშინია ამ ყველაფრის, რომ შენი ფინანსური პრობლემები შეიძლება გახდეს მიზეზი ამ ურთიერთობის გაფუჭების, ან ამ ურთიერთობის დანგრევის, რომ ეს ადამიანი არ მოისურვებს შენთან ყოფნას, იმის გამო, რომ შენ არ გახარ არაფერზე, რომ გეშინია არა, რომ ისევ არ აღმოჩნდე რაღაც ისეთ სიტუაციაში, შესაძლოა იყავი ესეთ სიტუაციაში ადრე, სადაც მთლიანად ხარ სხვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული და შენ იღებ ძალიან დიდ ტვირთს შენს თავზე და ამ ყველაფრის შიშები ჩანს ძალიან აქტიურად. ჩანს ასევე შიში, რომ შეიძლება რაღაც გადამწყვეტ მომენტში მიგატოვონ, როდესაც შენ გაგიჩნდება გრძნობები, როდესაც შენ გაგიჩნდება რაღაც მომავლის გეგმები და ამის ძალიან დიდი შიში გაქვს. და თითქოს ინტუიციურად გრძნობ კიდევაც, რომ რაღაც არასტაბილურობა ნამდვილად არის ამ ურთიერთობაში და რაღაც საფრთხეები ნამდვილად არის აქ. მოდი ვნახოთ, რამდენად რეალურია ეს შენი განცდები. ეს შენი განცდები უფრო მეტად მომდინარეობს რაღაც წარსული შიშებიდან, წარსული ტოქსიკური ურთიერთობებიდან. შენ გაქვს გამოცდილება ურთიერთობის, სადაც უფრო მეტად იყავი შეზღუდული შენს გადაწყვეტილებებში, შენს სურვილებში, თითქოს არ შეგეძლო, რომ აი ცხოვრებისგან ის მაქსიმალური სიამოვნება და ბედნიერება მიგეღო, რომელიც შენ გინდოდა და ეს ურთიერთობა, რომელიც წარსულში გქონდა, რაღაცნაირად შენთვის გახდა ტვირთი და შენთვის გახდა რაღაცნაირად გალია და რაღაც შემზღუდველი, ხო? სრული ვიდეო ნახე YouTube-ზე.